ეს არის უძლიერესი მჟავა, რომელსაც შეუძლია სამართებელიც კი გახსნას. ეს კი არის ორგანო ჩვენს სხეულში, რომელიც ამ მჟავას, ანუ მარილმჟავას დღეში დაახლოებით 3 ლიტრის ოდენობით გამოიმუშავებს. ყველაზე წარმოუდგენელი აქ ის არის, თუ ამ მჟავას ყველაფრის მონელება შეუძლია, რატომ ვერ ინელებს ის ჩვენს კუჭს. ამ ყველაფრის საიდუმლო კი კუჭის ამონფენ ლორწოვანში და ეპითელშია. აი თქვენ ახლა ვიდეოზე ხედავთ უშუალოდ უჯრედს, პარიეტალურ უჯრედს, სადაც ხდება მარილმჟავას სინთეზი და შემდეგ ტრანსპორტირება უშუალოდ კუჭის ლუმენში. ამის გარდა ამონფენი ეპითელის უჯრედები ასინთეზებენ ლორწოს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ბიკარბონატს და ეს არის ნაერთი, რომელიც კუჭის ლორწოვანის ზედაპირზე მარილმჟავას განეიტრალებას უწყობს ხელს. ეს პროცესი იმდენად დაბალანსებულად მიმდინარეობს, რომ კუჭის ეპითელის ზედაპირზე pH-ი, ანუ მჟავატუტოვანი ინდექსი არის 7, ანუ ნეიტრალური, ხოლო უშუალოდ კუჭის სანათურში ის ჩამოდის 1-დან 2-მდე. და სწორედ ამ ბალანსის დარღვევა იწვევს წყლულს. ისეთი ფაქტორები, მაგალითად, როგორც არის ჰელიკობაქტერია ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება, არღვევს სწორედ ამ დაცვით ფუნქციას ეპითელისას და მჟავატუტოვან ბალანსს, რის შედეგადაც მარილმჟავა აზიანებს უშუალოდ კუჭის ეპითელსაც კი.